2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიამ 45 ლარით მოიმატა და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდა. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და განისაზღვრა 70 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი გახდა. მეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები გაზრდილ პენსიასთან დაკავშირებით, რაში ხარჯავენ პენსიას და მათი შეფასებით რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ ასაკოვანი ადამიანების საჭიროებებს გაწვდეს. მეტი რო იყოს უკეთესია. ყველაზე მეტად რაში გეხარჯებათ პენსია? პენსიონერი კაცი ვარ, არ მუშაობ, წამლები, მექიმები და თქვენთვის რამდენი იქნებოდა მისაღები პენსია რომ იყოს თქვენი აზრით? ახლა რამდენი ამხელა ეკონომისტი არა ვარ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გამსაზრდოდა. იმის მიხედვით ალბათ ყველაფერი, ჯიბეში ხوارდება. და რას ლაპარაკობთ ხალბატონო, ამაზე უკეთესი რას გააკეთებდა ჩვენ მთავრობა? თვითონ 2000 ლარი მიდიოდა და ჩვენ 45 ლარი წავალ, ახლა 45 ლარად ერთად წავალს ვიყიდი და დამთავრდება ყველაფერი. უკომენტაროთ, ჩავატაროთ ყველაფერი. დაცლილი ოჯახები, წასული ჩვენი შვილები და ჩვენ მოხუცები მათხოვრულად. 50 წელი ნამუშევარი გვაქვს, ახალგაზრდობა გაზრდილი გვყავს, რანაირ თანამდებობებს ემაზე და ესენი აგერ წერა-კითხვის უცოდინარები. სიტყვის ამოღებაც რა შეუძლიათ? რომელი ინსტიტუცია ლაპარაკი? დაყოლიფე საქართველო. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ყველაზე მეტად რაში გეხარჯებათ პენსია? აფთიაქში დედა. გავალ ახლა აგერ აფთიაქში დავტოვებ ინსულტი გადავიტანე. გულის ოპერაცია გაკეთებული მაქვს. 1000 ოპერაციები მაქვს, 10 ოპერაცია მაქვს ჩატარებული. დავტოვებ ახლა იმასაც ავალ. თქვენი აზრით რა არის ღირსეული პენსია? რამდენი უნდა იყოს, რომ ეყოს ასაკოვან ადამიანს? მინიმუმი 800 ლარი მაინც რომ უნდა იყოს. მინიმუმზე ვლაპარაკობ. თორე 1200 ლარი ჩვენ იმდენი ნამუშევარი და ნაშრომი ვართ, რომ ჩვენ 1200 ლარი ეს არის საშუალო პენსია. რა შეღავათებია შულო, რომელიც ღირს თქვა კაპიკები იკლებენ კი პატარაზე, რომელსაც ფასი აქვს და ის აუცილებლად გჭირდება, იმაში არავითარი დაფინანსება არ არის და შეღავათი არ არის. რას გვიკლებენ? რაცაც გვაყრიან თვალში. ვაი, პენსიაზე ვიყავი, ახლა ეგრე ვერ ვიყავ. დაკეტილი. რა ვიცი, მე ვერ მევესწრები აღებად გახათავა. ბარათი არ გააქვთ? გამოწანილი მაქვს იანვარი და თებერვლის მინდოდა გამომეტა. მომატება კარგია, მაგრამ თუ მეც მომატები უკეთესი იქნებოდა, რა თქმა უნდა. მომატება ყოველთვის კაია. მომატება დაგლება არა. თუ იქნება მეტი საშუალება სახელმწიფოს რომ მომატო, მე მაგეთებ ვეტერანი ვარ და არაფერი არ მომატებია, რამდენი ხანია. თუ ვეტერანებსაც ყურადღებას მიეცემენ, კაი იქნება. და თქვენ რამდენი გერიცხებათ? 100 ლარი. მეტი არა. ასე ყველა ვეტერანი. პენსიაზე თუ ბრძანდებით? არა, ჯერ 6 წელი მიგლია კიდე. და როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენი უნდა იყოს ღირსეული პენსია, რომ აი ადამიანმა შეძლოს, რომ ამ თანხით იცხოვროს? ეს ახლა საარსებო მინიმუმი უნდა იქნას გათვალისწინებული, რამდენია, ხო ზუსტად არ ვიცი, სპეციალისტები იტყვიან თვითონ ალბათ და იმის მიხედვით მე რაც გასათვალისწინებელი, გადასახადები, წამლებს ცეცხლის ფასი უკიდია. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ალბათ სახელმწიფოს არ გააჩნია იმის საშუალება. ჩემი აზრი ესაა, რა ვიცი. და თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია ის გაზრდილი თანხა? 20 ლარით გაიზარდა, 45 ლარით გაიზარდა? არა, ის გაზრდილი არა, მე დედა მყავს პენსიერი და მე რაც შემიძლია გვერდში უდგევარ და ესაა თორე ის პენსია რა ასე უნდა იყო. წამლები ძალიან ძვირი ღირს. კაი დაზღვევა რომ აქვს პენსიონერებს და ეს შველი თორე 300-400 ლარი ღირს საავადმყოფოში ერთი დღე გაშერება პენსია რაც ეყოფა, მაგრამ კაია რომ დაზღვევა. კარგი რაც არის, კარგია და ახლა მინუსი რაც აქვს უნდა ილაპარაკოს ადამიანს. მატებას ვარ მაინტერესებს საკვები იყოს დაბალ ფასებში და მოიმატებს თუ არ მოიმატებს, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა.
რა მნიშვნელობა აქვს მოიმატოს პენსიამ და პროდუქტი იყოს ორმაგად გაძვირებული. არ მნიშვნელობა არა. ისე მადლობა მაინც რომ ჩვენზე ზრუნავს. აქნა ნახვა ერთი ლარით რო დაემატოს ესა პენსია მილიონობით ადამიანია და მილიონი ლარი მიდის სახელმწიფოსგან და ახლა 10% რო ვთქვათ დიდი თანხაა, მაგრამ შესაბამისად უნდა იყოს ახლა მაგალითად ჩასაცმელი ეს მაგ 10 წელიწადია მგონი და არ მაგრამ საკვები ისეთია ყოველდღიურია და საკვებს მოაწესრიგებენ მე ვფიქრობ იმედი მაქვს ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და ძალიან კარგად ისაუბრა და თუ ეს მართალია კერძოა მაგრამ იმათაც უნდა გქონდეს ზღვარი მე ამის მომხრე ვარ მეტი არაფერი არ შემიძლია რო ვთქვა მაგრამ იმედი მაქვს კი ბატონო თქვენია ჩვენ ახლა ქართული ხალხი ისეთები ვართ 1000 ლარიც რო გქონდეს პენსია მაინც არ გვეყოლა უნდა როგორმე გაანაწილო ახლა ისე რომ იკმარისო რა ვიტყვიან ახლა დიდად ხორცი მე მაგალითად არ მიყვარს ხორცი და რაღაცა მაგრამ ხორცი რო იყიდა 4 ნაჭერია და 30 ლარი უნდა კილოს ახლა ამბობენ რომ 40 ლარი გახდება რატო უნდა გახდეს 40 ლარი საქართველოში ახლა იმიტომ რომ ყველამ დატოვა საქართველოს და წავიდა მიტოვებული აქვს ყველაფერი დაიგე მიწები პრიუტყი არ ყავთ არაფერი ფრინველები ყავს ერთეულს ფერმერები არიან რომელსაც ბიზნესი აქვს და რა საჭმევენ ღმერთმა იცის კიდე ძაღლი მყავს ერთი და ჩემი შვილის თანატოვარია იგი და ყოველ მასში ვყიდულობ საკვებს მაგრამ ვერ კმაყოფილდება იმიტომ რომ უვარგისია ალბათ იგი და ფასები კი აქვს ძალიან კარგი ასეა პროდუქტის ფასი თუ არა დარეგულირდა და არ ვარგოდა მე ახლა მაგალითად რომ მითხრან რომ დღეს დაგხრიტაო მაინც ვიტყვი რომ კომუნისტებს ქონდა ბევრი შეცდომა შეიძლება რაღაცები მაგრამ მაინც ის რეჟიმი მირჩევნია მე მაგალითად 10 ჯერ ვიყავი დაჯილდოებული თუ იმუშავებდი ნორმალურად ახლაც ისია დაუშვათ თუ ნორმალურად იმუშავებ არავინ გერჩეს მაგრამ არ ყოფნის ეს შემოსავალი და მაშინ 3 კაპიკის გულისთვის იჭერდნენ ხალხს რომ არ დაუბრუნა მომხმარებელსო და 3 კაპიკი კი არა აგერ ახლა წენის აპარატი გაფუჭებული მქონდა და აფთიაქში შევედა 40 ლარი ეს ღირდა 17 ლარი რამდენიმე წლის წინ და რამდენი პროცენტით ახლა მომატებული წამლებია და მომატებულია კარგი წამალი მაინც იყოს საკვები არა წამალი არა არაფერი არა წამალს იყიდი უვარგისი კიდე რა ვიცი მე ინსტრუქცია კარგია სამავალი ვარ და დიდი იგი არ მაქვს სიცოცხლის შეიძლება არა მომავალი თაობა მეწოდება მე ერთ პერიოდი მაინც ვიცხოვრე კარგად ჩემი შემოსავალი მყოფნიდა და დაჟე სხვებსაც ვეხმარებოდი და რა ვიცი მე და ახლა ღმერთმა ნუნქნას ისე მე მგენს პენსიონერები და ისინი არიან პანსიონატებში და იგი და იმათ რომ ხედავ როგორ ცხოვრობდნენ ბევრი ნაცნობია იმიტომ რომ ესეთ სპეციალობა მაქვს მთელ ქალაქს მორალესობას ვიცნობ და ესე იგი გული მტკიოდა რომ წამოვედი იქიდან გეფიცები არც მიჭამი არც მისია მთელი ღამე ფიქრობდი რა მოვიდა ამათ რომ ისეთი სახლი ქონდათ იგი ყველაფერი დათმეს გაყიდეს არ იყო და აქ არიან ახლა თავის პენსიაზე ზოგი ფსიქოლოგიურად ვერ აკარგი ზოგი გულსისახლი ზოგს ოპერაცია კარგი არიან იქ ნუ თუ არა ვიყავს ახლა იმას მემკვიდრეობაში რომ იქ არ მieყვანათ და რაღაცა ერთი ლუკმა რაღაც გაემეტებიათ მაგრამ არ ვიცი ვერ გეტყვერაფერს არ ვიცი რამ შეცვალა ასე სიტუაცია მაგრამ მარტო ჩვენზე არა მთელი მსოფლიო არეულია ნეტა ომი არ იქნებოდეს და ანგელოზი ბიჭები მყავს შვილიშვილები და იგენი არ მოხდებოდნენ მაშინ და ბიჭიკე დამეღუპა და მისი შვილები მაინც იყვნენ კარგი ცხოვრებაში რომ ომი არ იქნებოდეს აი ეგ ამთავარი მშვიდობა იყოს და რაც არის იმას დაიკმაყოფილებ თავს და როცა მშვიდობა იქნება ერთი პატარა 100 გრამი პურიც გეყოფა პენსია რა მომატება ახლა და მე კმაყოფილო მაგალითად ვამეცად რა მე ვისუჩი ვიყარ ვასულეს არ მოგწეს ჯობია ყველაზე მეტად რაში გეხარჯებათ პენსია? პენსია საჭმელს ფულად.
ეს სულეთა ფუნო და პაჟია ხორტოს შეწავალა პარასიბია. თქვენი აზრით რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ ადამიანმა კარგად შეძლოს ცხოვრება? 1000 მანეთამდე მომდა იყოს მაინც. რომ არ გოუჭრეს ადამიანს თუ არა ადამიანი ძალიან ხარბია. რაც უნდა ბევრი კონდეს იქ ყოფილი არასდროს არ ექნება უნდა იცოდე. და იჯობია რომ 1000 მანეთი საკმარისი არის. თარა ზედმეტი კი არ წევს ადამიანს მაი საჭმელი არ წევს ზედმეტი და ფული არ წევს. დენის გადასახადი რომ არის მეტი როგორ უნდა გადაიხადოს ეს საფასური ბაუს წამლის ფული ეძიოს თუ საჭმლის ფული ამ ადამიანმა ეს რა მომაწება ეს არაფერი მომაწება იმას თქვა ხალხი რომ იქნება ყოფილი და ყველა სახლის იქნება გარემონტებული იმას თქვა ხელშეურო ადამიანის და ყველა თავს მიწას ხარზე დამცველობას უშუალოდ ყველა ტოლულია თუ დასაგულია ყველა თავს მიწას ხარზე მენახოს პუტინი მენახოს განადგურებული ხალხი რომ განადგურა მე არა შემის მიჩესის ცოცხალე და მე არა მაკუპლება დამცველობას უშუალოდ ყველა ოჯახი წევრებს გირიერად არაფერი არ დაწერეს არც ექიმი არაფერი სასწრაფოს იმიტომ შორხი ბოინის მანქანა ჭამას რომ რეკამას უკეთებდნენ ხემას შედეგი იყოს ამ წამალზე წყვილს ვამობ ვინც უნდა გამარჯვება არ იმართება და გამართება გაიხარეთ. აბა ძროვის ფილმების საღამოთიშო ეს ასევე მრავალსაერთო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას 420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორსულ მეუღლეზე ძალადობისათვის შენაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. წინასწარის შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი 2001 წელს დაბადებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისათვის დასამართლები პირი სამართალდამცველებმა მარნეულში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს, ის ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. იტალიაში ვერონას კარაბინერებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით კაცმა პარიკების მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვერია და ფული და კომპიუტერი მოიპარა. მან ასევე სცადა პატარა საიუველირო მაღაზიაში შეჭრა, საიდანაც 100 ევრო წაიღო. მან ასევე 2 ბარში შეჭრაც სცადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც აღარ ემსახურებიან ამერიკის ინტერესებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ შორისაა 35 ორგანიზაცია, რომლებიც გაეროს სისტემაში არ შედიან და ასევე გაეროს სისტემაში შემავალი 31 სუბიექტი. 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენეციის კომისიის სრულყოფილი წევრი 2013 წლიდან იყო, მანამდე კი 1991 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა. მთლიანობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა გაეროს სტრუქტურაში შემავალი 31 ორგანიზაცია და 35 საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სტრუქტურის მიღმა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა მფლანგველი, არაეფექტური ან მავნე ორგანიზაციები. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც წერია, რომ ეს ორგანიზაციები არასწორად იმართება, სუსტად ფუნქციონირებს, ამერიკელი ხალხის ფულს ფლანგავს და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ამერიკის გადაწყვეტილება შეაფასა შალვა პაპუაშვილმა.
26 ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა აღარ არსებობს. მორღვეულია, როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი, რა თქმა უნდა, ეს ამ ორგანიზაციებს და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათი სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული. და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეორე, რაც შეეხება ვენეციის კომისიას კონკრეტულად, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია რაც ვსაუბრობთ ზუსტად იმას, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებზე და ამაზე ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოსი და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როგორც წევრი ორგანიზაციისთვის, წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისია შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც დგება პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებს და დასკვნებს. და ზუსტად ეს დაადასტურა დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა, როგორც ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყანა, ისე როგორც 15 სხვა ქვეყანა იყო გაწევრიანებული, დატოვა და თან დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ასე რომ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ აძლიერებს კიდევ ერთხელ ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში. შავა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ყველაფერი ამას აჩვენებს, მათი რიტორიკა, მათი ქცევა, მათი ქმედებები, იმას, რომ რა თქმა უნდა, ხო, მათ სურვილი აქვს, რომ საქართველოს არ იყოს არც ერთი იმ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მათზე ზემოქმედების ბერკეტები ექნებათ. არა იმიტომ, რომ გავლენა დაკარგა ვენეციის კომისიას, საკმარისზე მეტი გავლენა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ავტოკრატიული რეჟიმის კანონებზე სწორი დასკვნები გამოიტანოს. ეს არაფერი შუაში არ არის. ამერიკის მაგალითის შემოტანაც აბსოლუტურად სხვა განზომილება არის საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც დემოკრატია არის ყველაზე მეტად განვითარებული და რადგან ამ კითხვას მისვამ, სავარაუდოდ ამ საკითხის გამოყენებას თავად ოცნება ცდილობს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და შევახსენოთ ოცნებას, ბატონ პაპუაშვილს და ყველას, ვინც ამ საკითხს იყენებს პროპაგანდისტულად, რომ ჯერ საქართველოს გახდეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია და მერე ვილაპარაკოთ, რომელ კომისიას დავტოვებთ ან არ დავტოვებთ, რაც შეიძლება უსარგებლო იყოს ტრამპისთვის, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საქართველოსთვის. ასე რომ ამის ერთმანეთთან შედარება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ვენეციის კომისია არის სათათბირო ორგანო ევროსაბჭოში, ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაგ გაგებით, რომ ეს არის ევროპული სტრუქტურა და ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც თვალსაჩინო იყო წარმოადგენენ, მაგრამ მე ვერ ხედავ პრობლემას. პარტიებსაც აკრძალავენ, იმ პოლიტიკურ ლიდერებსაც დაიჭერენ, ვინც ახლა კიდე დაჭერილი არ არის, ან ვინც გამოვადნენ მერე დაიჭერენ, ვინც აქტიურებს და ვიშის ძალას დაინახავენ, ვიშის საფრთხეს დაინახავს რუსული რეჟიმი. ყველაფერს მაგას გააკეთებენ ისე როგორც ივანიშვილმა დაპირება გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. მანამდე მოსამართლემ მხარემთა შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ყობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თია წულუკიანის საჯარო განცხადებებს გულისხმობს, საქმეს არ დაერთო. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მოსამართლის გადაწყვეტილებითვე ისინი სრულად დაერთო საქმეს. სოვისათვის გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117 მუხლის მესამე ნაწილის მ ქვეპუნქტით და 333 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახე და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა გეგმა აქვს ოპოზიციას? კითხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია მას შემდეგ, რაც ზურა გირჯიჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ მადუროს მიმართ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინი გავაჩინოთ. მისივე თქმით, აქ თუ ძალებს მოიკრებენ და ერთიანი ფრონტი ექნებათ, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ელოდონ, როგორც ამერიკის ადმინისტრაციისაგან, ისე ევროპისგან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიცია აღარ არსებობს და მათივე განმარტებით ოპონენტები მხოლოდ გარე აქტორების მხრიდან კონკრეტულ დავალებებს ელოდებიან. რომ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ მაგას, რომ ეხლა რადგან რაღაცა მადუროსთან მიმართებაში ოპერაცია ჩაატარეს, აქ რაღაცა მაგის მოლოდინი უნდა გავაჩინოთ და საქართველოში ამ ოპერაციას ჩაატარებენ. არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში ეგეთი, ისინი მეტად არიან კონცენტრირებული საკუთარ ნახევარსფეროზე და იმ საკუთარ ნახევარსფეროში აკეთებენ რაღაცებს და მოლოდინი რომ აქეთას რაღაცას ეგეც იზამენ, არა. სხვა ტიპის ხადაჭერა გჭირდება, ოღონდ მაგ ხადაჭერას გჭირდება აქ ძალების მოკრეფა. თუ აქ ძალებს მოვიკრებთ და აქ იქნება ერთიანი ფრონტი, მაგ შემთხვევაში უნდა მეტ ხადაჭერას ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციიდან, ისე ევროპიდან. ერთიანები ვართ ჩვენ საზოგადოება, პოლიტიკური ძალები ორ მთავარ მოთხოვნაში, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს პოზიცია გააცნო ოფიციალურ თბილისს, ჯიდი ვენსის ციტატა, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით და ეს გულისხმობს იმასაც, რომ უნდა შეწყდეს რეპრესია, ტერორი, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ახალი არჩევნები დაინიშნოს. როდესაც ამაზე ლაპარაკობს ამერიკის შეერთებული შტატები, ხედავთ სოფლიო პოლიციელის დაბრუნებას ვენესუელაში, სადაც კონკრეტული დიქტატორი დამნაშავე დაისაჯა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომაც უნდა მიიღოს ეს გზამკვლევი, დანიშნოს ახალი არჩევნები და ის იქნება ერთგვარი გადატვირთვა. მისი დრამაქვინობა როგორ შევიდა ციხეში, სცენების დადგმით, როგორ გამოვიდა ციხიდან, როგორც დრამაკვინის სცენების დადგმით, როგორ შევიდა თავისუფლად ციხეში და გირაოს არ იხდიდა და ეხლა ვთქვა, რომ გირაოს ვიხდიო. ასე რომ ეს მისი ბრავადაც საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ იყო მხოლოდ ბაქი-ბუქი და ასე რომ ახლა ბაქა-ბუქა პოლიტიკოსზე თუ ადამიანზე არ მგონია მის ნათქვამი საერთოდ კომენტარებად ღირდეს. ოპოზიციას რა გეგმები უნდა ქონდეს, სადღა არის ოპოზიცია, ხედავთ ჩვენ რომ არიან ჩვეულებრივი ტელეფონთან მსხდომი ადამიანი, რომელიც ელოდებიან, როდის შემოვა მესიჯი გარედან და მისცემენ დავალებას, ახლა წადით და ეს გააკეთეთ, მე წადით და ის გააკეთეთ, ნახეთ რომ ტექსტებს უგზავნიდნენ პირდაპირ რა განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. ნუ აი ამ დონეზე არიან დასული ეს პოლიტიკოსებსაც ვეღარ უწოდებთ, უკვე არიან ქაოტურად მოსიარული ხალხი, რომელმაც ეჯახებიან ხან ერთ კედელს, ხან მეორეს.